კვარაცხელიას მორიგი გოლი და ქართველის პირველი კომენტარი. რას ამბობს ლუის ენრიკე ქართველზე? როდის აპირებს სპორტინგი ქოჩორაშვილის გაშვებას და ლუკა ლოჩეშვილის კარგი სტატისტიკა. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. დავიწყოთ პარიზიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად მონაკოსთან საპასუხო შეხვედრაში. ეს ქართველისთვის მეოთხე გოლი იყო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში. ეს შეხვედრა კი ფრედ 2-2 დამთავრდა. თუმცა ქართველის გუნდმა ორი შეხვედრის ჯამში 5-4 მოიგო და მერვე ფინალის საგზურით მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე ან ჩელსი ან ბარსელონა იქნება. ეს კი ზუსტად პარასკევს წილისხლის შემდეგ გაირკვევა. რაც შეეხება შეხვედრას, ქართველს საუკეთესო თამაში არ ჰქონია, თუმცა გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში მაინც დაეხმარა, რის გამოც რამდენიმე გამოცემამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. რამდენიმემ კი ერთ-ერთ საუკეთესოდ. კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს, რაც დამეთანხმებით რომ ძალიან კარგი მაჩვენებელია. უფრო მეტიც, ის ვიტინიასთან ერთად საუკეთესოა ამ მაჩვენებლით პარის სენ-ჟერმენის რიგებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გოლით ხვიჩამ წინა სეზონის სტატისტიკაც გაუმჯობესა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ და პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. ვფიქრობ, რომ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ გოლი გაუშვით. იმ გოლამდე ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია. ასე ხდება. მონაკო ძალიან ძლიერი გუნდია შეტევაში. განსაკუთრებით კარგად თამაშობენ კონტრშეტევებზე. ამიტომ ძალიან სახიფათოები იყვნენ და გოლი გაიტანეს. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ძალიან კარგად დავბრუნდით. უბრალოდ ბოლო 15 წუთში კიდევ ერთი გოლი გაუშვით და ამის შემდეგ ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მთლიანობაში მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და ყველაფერი ნორმალურად იყო. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და მონაკო მართლაც ძლიერი გუნდია. ისინი თავს ძალიან კარგად იცავდნენ, ასევე ძალიან კარგად უტევდნენ. ამიტომ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. როცა მათ გოლი გაიტანეს, ცოტა თავდაჯერებულობა დავკარგეთ, მაგრამ შესვენებაზე მწვრთნელმა გასახდელში გვესაუბრა და ამის შემდეგ დიდი мотиваცია მივიღეთ. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ვითამაშეთ ასე კარგად მეორე ტაიმში. როგორც თქვი, ეს ფეხბურთია. მონაკო ძლიერი გუნდია და ამ ტურნირზე ნებისმიერი სკარში შეუძლიათ გოლის გატანა. ჩვენ გოლი გავუშვით, მაგრამ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. მეორედაც დავბრუნდით თამაში და საბოლოოდ ეს ჩვენთვის მისაღები შედეგი იყო. რაც შეეხება შემდეგ მეტოქეს, ორივეს პატივს ვცემ, ორივე დიდებული გუნდია. ვნახოთ რა მოხდება, ვის დავუპირისპირდებით საბოლოოდ. რა თქმა უნდა, ორივეს წინააღმდეგ თამაშისთვის მზად ვართ. გამარჯობა დავიმსახურეთ, თუმცა ეს რთული იყო, რადგან ყველაფერი საკმაოდ რთულად ვითარდებოდა. ეს გარკვეულწილად ხაფანგის მატჩი იყო, განსაკუთრებით დასაწყისში. ბევრს საუბრობდით იმაზე, რომ თამაში აუცილებლად უნდა მოგვიგო და პირველ წუთებში ეს მართლაც რთული აღმოჩნდა. არის მომენტები, როცა სიზუსტეს კარგავ და შემდეგ შენი დონის დაბრუნება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, უნდა ვიყოთ ბედნიერები იმით, რაც გავაკეთეთ და იმითაც, რომ პირველ ტაიმში ეს რთული მომენტი დავძლიეთ. ჩელსი თუ ბარსელონა, პირველ რიგში მინდა სახლში ვითამაშოთ. აქ ეს ტურნირი რთულია. უნდა იცოდე, რომ გაუმჯობესება აუცილებელია, რადგან შემდეგ ეტაპზე მეტოქეების დონე კიდევ უფრო მაღალი იქნება. რაც ამ ეტაპზე ვაჩვენეთ, ეს არის ჩვენი გამძლეობა და პრობლემების გადალახვის უნარი. თუ არის გუნდი, რომელიც მზად არის, ეს ჩვენ ვართ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოთ. მზად ვართ ნებისმიერ ტურნირში ასპარეზობისთვის. ჩვენ იგივე მენტალიტეტით ვაგრძელებთ. მოვიგოთ ორივე ტურნირი, სადაც ვასპარეზობთ. აქვე საინტერესო იყო ლუის ენრიკეს კომენტარი ამ შეხვედრამდე, სადაც მან კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ხვიჩა კვარაცხელიას ყველა კარგად ვიცნობთ. პარის სენ-ჟერმენში გადმოსვლის დღიდან ის გუნდისთვის ძალიან კარგი მოთამაშეა. ხვიჩა განსხვავებული ფეხბურთელია, რადგან გოლების გატანა, დრიბლინგი და დაცვაში თამაში შეუძლია. რთულია პარის სენ-ჟერმენის შემტევი იყო, თუმცა კვარაცხელია განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია და მოხარული ვართ, რომ ხვიჩა გვყავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პარის სენ-ჟერმენის მეტოქის ვინაობა პარასკევს გაირკვევა, თუმცა მანამდე რაც ცნობილია, არის ის, რომ ქართლის გუნდი მომდევნო შეხვედრას ლიგა 1-ში 1 მარტს ლეავრის წინააღმდეგ გამართავს. კვარაცხელიასთან დაკავშირებით აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო პერიოდში ქართულ შემტევს აქტიურად უკავშირებენ ლივერპულს. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ამ თემაზე საუბარი არაერთხელ იყო, ახლა ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ლივერპულის და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ემილ ჰესკიმ ლივერპულის ეგვიპტელი შემტევის მო სალაჰის შემცვლელზე ისაუბრა. მომწონს ის ბიჭი პარის სენ-ჟერმენიდან, ხვიჩა კვარაცხელია. არ მგონია, რომ მო სალაჰის ჩანაცვლება შესაძლებელი იყოს, მაგრამ ჩემი არჩევანი სწორედ ის იქნებოდა. ჩვენ მოჰამედ სალაჰის ჩანაცვლებაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, ფანებმა ამას სხვა კუთხით უნდა შეხედონ, რადგან მო სალაჰის ჩანაცვლება შეუძლებელია. მახსოვს, ერთ სეზონში მითხრეს, რომ მოს ცუდი სეზონი ჰქონდა, თუმცა მას იმ სეზონში 25 გოლი ჰქონდა გატანილი. მეც სიამოვნებით ვიქონიებდი ასეთ ცუდ სეზონს. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც 10 წლის განმავლობაში სეზონში 20-ზე მეტი, თითქმის 30 გოლი
ლიგა აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ჰესკის ამ განცხადებაზე? ისურვებდით თუ არა კვარაცხელიას ლივერპულში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი ინგლისის ჩემპიონშიპი, სადაც ქართველების უოტფორდი იფსვიჩთან 0-2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაში კარგი თამაშის მიუხედავად განაცხადში ვერ მოხვდა ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელსაც არანაირი დაზიანება არ აწუხებს. გიორგი ჩაკვეტაძე კი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩაკვე იდეალურ ფორმაში არ არის, თუმცა ის მის კარგ ფორმას ნელ-ნელა უახლოვდება. ამაზე უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ედ სტილმაც ისაუბრა. ჩაკვეტაძის სათამაშო კომპონენტების ერთობლიობა ძალიან პოზიტიურია. რა თქმა უნდა, მოხარებლები ვიქნებით თუ სეზონის ბოლომდე თავის თამაშს გოლებსაც შემატებს, მაგრამ ამის გამო მასზე დამატებითი წნეხი არ არსებობს. ფიქრობ, გოლის გატანის საკმარისი რესურსი გვაქვს მოედნის ყველა მონაკვეთზე, როგორც თავდამსხმელების, ისე ცენტრალური მცველების მხრიდან. ჯერა რომ სეზონის ბოლომდე ჩაკვეტაძე გაიტანს იმ გოლებს, რომლებიც ასე გვჭირდება. თუმცა მისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხვდება საჭირო პოზიციებზე, საიდანაც მომენტების შექმნა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გუნდისთვის შეუძლია. შეგახსენებთ, რომ უოტფორდს სატურნირო ცხრილში 48 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს ბრისტოლ სიტისთან გამართავს. გიორგი ქოჩორაშვილი კი, რომელმაც ტრავმის გამო ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა, გამოჯამრთელდა და მზადაა სპორტინგს დაეხმაროს. თუმცა პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის სეზონის დასრულების შემდეგ ქოჩორაშვილის გაყიდვა შეეცდება და მისი ფასი დაახლოებით 5,5 მილიონ ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ ქართული სპორტინგში გასულ ზაფხულს ლევანდედან სწორედ ამ ფასად გადმოვიდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ქოჩორაშვილმა სპორტინგში ჯამში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. თქვენ რომელ კლუბში ისურვებდით გიორგის ხილვას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქვე გეტყვით, რომ სპორტინგს 58 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ქართლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს საკუთარ მოედანზე ნორდარ ლომინაძის ეშტორილთან გამართავს. ლუკა ლოჩაშვილის შესანიშნავ თამაშზე კი გერმანული მედია სულ უფრო და უფრო ხშირად წერს. ამჯერად 27 წლის ქართველის შტამბეჭდავ სტატისტიკაზე გერმანული გამოცემა ბილდი წერს. მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკით ნათლად ჩანს, რომ ქართველი მცველი ნიურნბერგისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა და ეს იმითაც დასტურდება, რომ მიროსლავ კლოზე ქართველს სრულ ნდობას უცხადებს. ლოჩაშვილის სტატისტიკა ასეთია: 279 მოგებული დუელი, რითაც ლიგაში მერვე ადგილს იკავებს. მას ეკუთვნის 80 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, რაც მას თავით მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებში მე-7 ადგილზე აყენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლოჩაშვილი თამაში ბურთს საშუალოდ 65 ჯერ ეხება. მისი პასების სიზუსტე კი 99.5%-ია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი სტატისტიკაა და იმედია, რომ ქართველი მას კიდევ უფრო გაუმჯობესებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ნიურნბერგის მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 23 თამაში 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციაზეა. ქართლის გუნდი მომდევნო შეხვედრაში 1 მარტს სტუმრად ბერლინის ჰერტას დაუპირისპირდება. ბოლოს წარმატებები უსურვოთ ქართულ სპორტსმენებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ სარისხი ლაიკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.